გამარჯობა, როგორც ისით, ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე რუბრიკას კაცია ადამიანი, რომლის ფარგლებშიც საინტერესო ადამიანებს მოვიწევთ ხოლმე და გაგაცნობთ. ეს ადამიანები შეიძლება ლაგოდეხიდან იყვნენ, სადაც პოდკასტი იწერება, მაგრამ არა მარტო. აი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თუ კი ვინმე მაგარ ადამიანს, მაგარ გოგოს ვიცნობ, ეს არის ლუსინე დოსტიბეგიანი. რომელიც თავის ისტორიებს მოგვიყვება, რა უკეთებია ცხოვრებაში. აქამდე 31 წლის გახლავთ და მიხვდებით თუ რატომ არის ამ რუბრიკის სტუმარი. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტთან მე ჩემი ემოციური დამოკიდებულება მაქვს, იმიტომ რომ 2012-14 წლებში ერთ-ერთ აზერბაიჯანულ სოფელში იქვე ცხოვრობდი 2 წლის განმავლობაში უწყვეტად და ვასწავლიდი ბავშვებს ქართულს. და იმ პერიოდში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში არც არაფერი არ იყო. აი რაც ლუსინემ გააკეთა შემდგომ წლებში უკვე იმ პერიოდში რომ დამთხოვლიყავით ერთმანეთს, ალბათ ჩემი ბავშვებისთვის ბევრად საინტერესო იქნებოდა ცხოვრება. ლუსინი არის თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი. რამდენიმე წლის განმავლობაში ამ ცენტრმა იფუნქციონირა და მოგვიყვება ლუსინი ამის შესახებ. ასევე ის იყო ალგეთის ეროვნული პარკის რეინჯერი და ძალიან მაგარია, როცა გოგოები ისეთ პროფესიებში მიდიან, რაც თითქოს გოგოებისთვის შესაფერისი არ არის და ლუსინეს ამბავი ამითაც არის გამორჩეული და ძალიან შთამაგონებელი იყო იმ პერიოდში ჩემთვის ახლაც, იმიტომ რომ ის ბუნების დამცველად დარჩა. და ლუსინე ასევე ხელმძღვანელობს, მანვე დააფუძნა სოციალური საწარმო ორბის ბუდე, რომელიც ძალიან საინტერესო კონცეფციით არის წარმოდგენილი. და ჩემს ეს სამი ამბავი ამ ასაკში არის აბსოლუტურად საკმარისი იმისთვის, რომ შენზე თქვა ადამიანი არისო. ძალიან მიხარია რომ აქ ახარ. გარდა ამისა, შენ ხარ ტრენერი, სხვადასხვა მიმართულებით და ძალიან მაგრა უყვარ ხარ ბავშვებს და ლაგოდეხში ეს ბევრი წლის განმავლობაში ათეულობით ბავშვმა შენთან ურთიერთობის სიამოვნება გამოსცადა. და ხვალაც ლუსინე ატარებს ტრენინგებს ქალების როლზე დაცულ ტერიტორიებზე, ზოგადად დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე, ბუნების დაცვაზე და ბავშვები ძალიან გელოდებიან. მიხარია რომ აქ ხარ და ჩემ პოდკასტის სტუმარი ხარ. მადლობა შენ, მადლობა ამ მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის, რომ გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. მადლობა, რასაც აკეთებ, იმიტომ რომ მგონია, რომ ეს პოდკასტები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებს გავაგებინოთ საერთოდ რა არის ესეთი საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება ამ სხვადასხვა პროფესიების ირგვლივ. და ზოგადად იმ პრობლემებზე სასაუბროთ, რაც რეალურად არის ჩვენს თემებში. კი, ნამდვილად. და კარგი ადამიანების გაცნობაც ძალიან კეთილშობილი საქმეა, ესე ვფიქრობ რა, იმიტომ რომ ესეთი ისტორიები მე სამაგალითო ხდება რა და სხვებსაც შთააგონებს, რომ იყოს უკეთესი, როგორც მინიმუმ, ხო? კი. ლუსინე, იცი როგორ დავიწყოთ? ძალიან ესე ბუნებრივად რა. საერთოდ აი წლების წინ შენს გონებაში როცა ცხოვრობდი თეთრიწყაროში, სოფელში ცხოვრობდი შენ? არა, უშუალოდ თეთრიწყაროში, ქალაქ თეთრიწყაროში, კი. და აი საიდან გაჩნდა იდეა, რომ გაეკეთებინა ახალგაზრდული ცენტრი, რამშთა გაგონა? აი აქედან დავიწყოთ და მე გავყვეთ რა ქრონოლოგიურად. აი. ძალიან საინტერესოა ის, რომ 2012 წელს როცა სკოლა დავამთავრე, მაშინ თეთრიწყაროში არანაირი ეგეთი სივრცე არ იყო განვითარებისთვის, ახალგაზრდების თავშეყრის სივრცე. მაშინ მხოლოდ სულ მაგას ვიძახი და კარგად მახსოვს, მაშინ მხოლოდ ჰქონდა რამოდენიმე სპორტული წრე მუნიციპალიტეტს და ფორტეპიანოს, ანუ მუსიკალური სკოლა იყო, სადაც ფორტეპიანოს დამღერას გვასწავლიდნენ. და ყველა რაღაცნაირად ან ჩემი ასაკის ახალგაზრდები და ბავშვები სულ მან დავდიოდით. უკრა? სხვათა შორის დამავიწყდა, მაგრამ ეხლა მინდა რომ ისევ დაუბრუნდე მაგას და აღვადგინო ეგ, იმიტომ რომ ხო, არა და 6 წელი ვსწავლობდი, მაგრამ მე რაღაცა ისე აეწყო, რომ არ ვიყენებდი პრაქტიკაში, უკვე დამავიწყდა. თუმცა მინდა რომ ისევ აღვადგინო ეს ცოდნა და გავიხსენო ეს მუსიკალური ნიჭი, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თან ასაკი რო გემატება, ხვდები რომ რეალურად მუსიკასთან თერაპიული იქნება ეხლა შენ. კი, და სიახლოვე აუცილებელია მუსიკასთან.
ну, საინტერესო ის არის ამ ჩემი პრაქტიკიდან და ჩემი გამოცდილებიდან, რაც ცხოვრებაში მაქვს, რომ ჩვენ სულ რაღაც ისეთი თაობა ვიყავით, რომელსაც რეალურად არ ქონდა ესეთი შესაძლებლობები, რაც ეხლა დღეს ახალგაზრდებს აქვთ. აი მაგალითად, მახსოვს, რომ ბავშვობაში ვაწყობდით კონცერტებს უბანში. რაღაც დავპატიჟებდით მეზობლებს, მშობლებს, მეგობრებს და რაღაცა ესეთ გამოსვლები ქონდა, რაღაც სკეჩები ქონდა, დადგმები ქონდა. მახსოვს უბნის თამაშები რაც ქონდა, ეს წრეში ბურთი, ფეხბურთი და ძალიან შერეული გუნდები ქონდა ხოლმე. რაღაცა სხვადასხვა შვიდი ქვა რო ლაგდებოდა შვიდქვაობანას, ხო, რაღაცა ესეთი გარე თამაშები ქონდა, ეს ძალიან მახსოვს ჩვენ ბავშვობიდან და რეალურად დღეს რითაც ახალგაზრდობა არის დაკავებული და არის რაღაცა სხვადასხვა მეთოდოლოგია, ხო, ამ ენერგიზერების და სხვადასხვა ახალი თამაშების, ეგეთი ჩვენ დროს არ იყო, ცოტა სხვა შემადგენლობის თამაშები იყო და ну, მოკლედ ბავშვობიდანვე საკმაოდ აქტიურები ვიყავით ამ მრავალფეროვნების ძიებაში რა, რომ აი რა შეიძლებოდა, რომ რითი გაგვერთო თავი. ну, ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენ არც შუქი ქონდა, არც არაფერი, არც წყალი არ ქონდა და ფიზიკურად ჩემ თაობას ძალიან ბევრი შრომა უწევდა, რომ ფიზიკურად გადავრჩენილიყავით. მაშინ თეთრწყაროში ჩემ ბავშვობაში ეს პერიოდი გამოვიარე და სკოლა იყო ერთადერთი დაწესებულება, რომელიც რეალურად ძალიან ბევრ ცოდნას და გამოცდილებას გვაძლევდა. მე მაშინ ვსწავლობდი რუსულ სკოლაში, იმიტომ რომ ჩვენთან ეთნიკურად ძალიან მრავალფეროვანი მუნიციპალიტეტია და მაშინ იყო რუსული სკოლა, მე მომიწია რუსული სკოლის დამთავრება, თუმცა მე-12 კლასში რო გადავედი, ჩვენი სკოლა გახდა ქართული და მთელი პროგრამის გავლა ჩემ კლასზე გადაწყდა, ესე ვთქვათ, რომ რაც ყველაფერი რაც რუსულად ვისწავლეთ, ბოლოს უკვე ქართულად უნდა გაგვეძლიერებინა და ну, ჩაგვებარებინა გამოცდები. ამან რა თქმა უნდა ცოტა იმოქმედა ჩვენზე მაშინ, იმიტომ რომ რთული იყო რა თქმა უნდა, ხო, ესე უცებ გარდატეხა ამ ყველაფრის, ამ ცოდნის და სკოლაში ქონდა ჩვენ თვითმმართველობა. ანუ სკოლის თვითმმართველობები რო არის, დღესაც არის სკოლებში და ამ თვითმმართველობის ფარგლებში ვაკეთებდით კიდე სხვადასხვა აქტივობებს სკოლის დონეზე. და ეს მახსოვს, რომ აი ეს რაღაც რო დააყო ბავშვობიდან ეს გარდატეხის ასაკი და ეს ანუ ახალგაზრდობის პერიოდი, ფაქტიურად ყველაფერი ხდება, ანუ უბნიდან, სკოლიდან და ამის გარშემო და რაც ვახსენე უკვე, სხვა რაღაცა განვითარების წრეები არ იყო ჩვენთან მუნიციპალიტეტში. და მე-12 კლასში როცა გადავედი, ძალიან სიმბოლურია ჩემთვის დღეს ამ პოდკასტის ჩაწერა ამ სივრცეში, იმიტომ რომ კოდის დევნილთა დასახლებაში, სადაც არიან ჩასახლებულები დევნილები ლიახვის ხეობიდან 2008 წლის ომის შემდეგ, იქ DVV-მ, ანუ DVV International-მა, ეს გერმანული ორგანიზაცია, გახსნა სათემო ცენტრი და ამ სათემო ცენტრში განხორციელდა ახალგაზრდული პროექტი, იმ პროექტს ერქვა SOS Culture, ანუ კულტურის გადარჩენის მიზნით და აქ იგულისხმებოდა ის, რომ გაკეთდა ახალგაზრდული კლუბი, სადაც იყვნენ როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე ეკომიგრანტები, ასევე თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები და დევნილები და მათი ინტეგრაციისთვის ერთმანეთთან ჩვენი გაცნობის მიზნით განხორციელდა ეს პროექტი და ყოველ შაბათ-კვირას გვიწევდა თითქმის წელიწად-ნახევრის განმავლობაში ამ კოდის ცენტრში სიარული. და პირველად ეს იყო პირველი ესე ჩემი ესეთი შეჭიდება მსგავს პროექტში, სადაც რეალურად გავიაზრე, რომ არსებობს პროექტი და არსებობს რეალურად შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდებმა რაღაცები ვაკეთოთ. მაშინ დავდიოდით ლაშქრობებში, დავდიოდით ექსკურსიებზე, გარდა იმისა, რომ ტრენინგები გვიტარდებოდა გუნდურ მუშაობაზე, კომუნიკაციაზე, ლიდერობაზე და ასე შემდეგ.
ანუ ეს იყო ისეთი სივრცე იქ და ისეთი გარემო, თან ეს ცენტრი თვითონ როგორც შენობა, რომ აი აქ მოდიოდნენ ადამიანები, რომლებიც იღებდნენ დახმარებას ფსიქოლოგიურს, იურიდიულ კონსულტაციები უტარდებოდათ, ჯანმრთელობის მიმართულებით რაღაც სამედიცინო კვლევები და მხარდაჭერები, ხო? გარდა ამის ახალგაზრდური მხარდაჭერა იყო ეს პროგრამების განხორციელება და რაღაცნაირად უკვე 2012 წლიდან გეგონება ეს ხედვა შემექმნა, რომ რა მაგარი იქნებოდა, რომ მსგავსი ცენტრი თეთრწყაროშიც ყოფილიყო. მაგრამ ნუ ეხა ეს ამხელა რაღაცა რომ შექმნა ინფრასტრუქტურა, ამდენი პროგრამა, ამას ყველაფერს ცოდნა ჭირდება. მე ვფიქრე გიჟია, იმიტომ რომ 2016 წელს გააკეთე, რამდენი წლის იყავი. და თან აი როგორ გააკეთე ხო მოყვები მაგას არაფრიდან რაღაცა. აი ეგ იყო ინსპირაცია, ეგ ცენტრი და ეგ პროექტი იყო ინსპირაცია იმის, რომ გამეგო საერთოდ რომ ესეთ რაღაცები არსებობს და ყველაზე სხვათა შორის ამდენი წლის მერე და ამდენი სხვადასხვა პროექტში ჩართულობის მერე ის პროექტი მაინც რაღაცა აი ყველაზე მეტად რო გიყვარს, რომ აი მაგედან რაღაცნაირად დაიწყე მთელი შენი ეს აქტიური ცხოვრება. და სხვათა შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიყავით მაშინ იმ პროექტში ჩართული და ძალიან ბევრი მაშინ გააქტიურდა და ძალიან ბევრმა იპოვა საკუთარი თავი იმაში, რომ საზოგადოებისთვის რაღაც უკეთესობისკენ შეეცვალა. ნუ მინიმუმ ის, რომ განვითარებაზე ყოფილიყო ორიენტირებული. მერე ამ პროექტში ჩართულობის მერე ისე აეწყო, რომ უკვე სხვადასხვა პროექტები გამოჩნდა, იმიტომ რომ ინტერესი გამიჩნდა, რაღაც მოტივაციებს ვაგზავნიდი, თქვა სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მისაღებად და 2016 წლამდე ვიძენდი გამოცდილებას ამ პროექტებში, ნუ დავიწყე მოხალისეთ, მერე რაღაც პროგრამებში გავხდი მენტორი, გავხდი ტრენერი, სხვადასხვა ტრენინგებს ვატარებ, განსაკუთრებით ჩემთვის ძალიან საინტერესო არის გარემოს დაცვითი მიმართულება და უკვე 2016 წელს, ნუ სულ რაღაც 4 წელიწადში მეგობრებთან ერთად გადავწყვიტე, რომ ჩამომეყალიბებინა ესეთი ორგანიზაცია, რომელსაც ქვია თეთრწყაროს ახალგაზრდული ცენტრი. საინტერესო ის არის, რომ ამ 4 წლის განმავლობაში მე მომიწია რეგიონებში ვიზიტები. ხო, აი სუდადიოდი ახაც ხშირად. კი, სულ მათ შორის კახეთში, აქ ლაგოდეხში, ლელიანში, ვიყავი სამეგრელოში, ვიყავი ქვემო ქართლის ორგანიზაციებში, ანუ თითქმის ბევრ რეგიონში, ნუ თითქმის ყველგან, მაგრამ ყველგან ვერა ამ 4 წლის განმავლობაში, მაგრამ ბევრგან ვიყავი ჩასული და ნახულობდი ამ ცენტრების მუშაობას, ანუ სპეციფიკას ვეცნობოდი, იქ ხელმძღვანელ პირებთან მქონდა ურთიერთობა და ვაკვირდებოდი, როგორ აქვთ, თქვათ, აწყობილი გარდა ინფრასტრუქტურისა პროგრამული ნაწილიც. და ვეცნობოდი ამ დროს კიდევ ვინ არსებობს გარემოში ისეთი ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლია მსგავსი ტიპის მხარდაჭერის, ანუ მხარდაჭერა იმისთვის, რომ შენ მსგავსი იდეა განახორციელო. და 4 წელი სხვათა შორის მგონია, რომ ზუსტად ისეთი პერიოდი იყო მაშინ, რომ რეალურად გამეაზრებინა, როგორ შემეძლო ეს ყველაფერი წამეღო თეთრწყაროში, ეს ჩემი ცოდნა. და გამიმართლა იმაში, რომ მეგობრებმაც ან დამიჭირეს ხარი და დამიდგნენ გვერდში, რომ ჩვენ ეს ორგანიზაცია დაგვეარსებინა. ჩვენ ეს ორგანიზაცია დავაარსეთ უკვე 2016 წელს. და 2016 წლიდან 2018 წლამდე ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებას ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან იმისთვის, რომ ჩვენთვის გადმოეცა შენობა, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული შენობა, რომელიც იყო უფუნქციო და ჩვენი მიზანი იყო ის, რომ ამ მიტოვებული შენობისთვის მიგვეცა რამე ფუნქცია და ეს რა უნდა ყოფილიყო თუ არა და ახალგაზრდული ცენტრი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი იდეა იყო ის, რომ ახალგაზრდებს ქონოდათ მეტი შესაძლებლობა და ახალგაზრდებისთვის შეგვექმნა რამე. საინტერესო არის ისაც, რომ უკვე 2016 წლიდან 2018 წლამდე, სანამ ჩვენ ქონდა მიმოწერა მუნიციპალიტეტთან შენობასთან დაკავშირებით, ჩვენ გვინდოდა, რომ საზოგადოებაში ჩვენს შესახებ რაღაცნაირად ცნობიერება აგვემაღლებინა და მოგვეპოვა საზოგადოების ნდობა იმისთვის, რომ საერთოდ, ანუ
მერე იქ მშობლებს თქვათ ახალგაზრდები გამოეშვათ, არ ყოფილიყო რამე ზედმეტად კითხვები, რომ ვინები არიან, რას წარმოადგენენ და ასე შემდეგ და ეს 2 წელი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ სანამ შენობას გადმოგცემდა მუნიციპალიტეტი, ჩვენ გაგვეკეთებინა სხვადასხვა აქტივობები. ეს იყო გაჩერებების მოხატვა, ეს იყო ლაშქრობები, ეს იყო ბანაკები, ეკობანაკების დაორგანიზება, ეს იყო აი სხვადასხვა ესეთი პატარ-პატარა აქციები დასუფთავების, გამწვანების, სკოლებთან შეხვედრები და ახალგაზრდების საჭიროებების გაცნობა, ანუ რა საჭიროებები აქვთ ახალგაზრდებს და ნუ ყველაზე დიდი პრობლემა იმ პერიოდისთვის და სამწუხაროდ ეხლაც იდგა ზუსტად ეგ საკითხი, რომ ანუ ახალგაზრდებს არ აქვთ ალტერნატიული განვითარების შესაძლებლობები რა. სოფლებში განსაკუთრებით. ნუ ეთნიკურად უმცირესობების დასახლებებში, ანუ კიდე სხვა პრობლემებია, როგორც ახალგაზრდებთან მიმართებაში, ასევე სათემო მიმართებაში, მაგრამ ამაზეც ცოტა მოგვიანებით ვიტყვი და საინტერესო არის ის, რომ 2018 წელს, როდესაც მოვიდა უკვე ადგილობრივი მერი, ნუ მერის პოზიციაზე მოვიდა ადგილობრივი წარმომადგენელი, ხო, ადამიანი და უკვე მასთან კომუნიკაციით გადმოგვეცა ძველი სასამართლოს შენობა, რომელიც 10 წლის განმავლობაში იყო დაკეტილ მდგომარეობაში, იყო ძალიან ცუდი მდგომარეობაში და ხო, იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში ეს შენობა, იყო მთლიანად ცარიელი, ნუ 10 წელი ხარ როცა დაკეტილია შენობა, შეგიძლია წარმოიდგინო შიგნით რა ხდება. ჩვენ შევედით ამ შენობაში და დღეს რეალურად წარსულზე რო ვფიქრობ, მაშინ ჩვენ რეები ვაკეთეთ შენობაში შესვლისთანავე. ანუ მე რეალურად ხვდები, რომ ჩვენ როგორც ახალგაზრდებმა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ავიღეთ საკუთარ თავზე იმ პერიოდისთვის. იმიტომ რომ არა რესურსი, არა დიდი მხარდაჭერა და ბევრი რაღაცა რაც არ გქონდა, რაც ამ პროცესისთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ ამხელა პასუხისმგებლობა ავიღეთ ჩვენ თავზე და ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს, რომ ჩვენ შევძელით და ეგ სივრცე ვაქციეთ ახალგაზრდულ ცენტრად, რომელმაც 6 წლის განმავლობაში ფუნქცია ქონდა, რომელსაც 6 წლის განმავლობაში ქონდა ფუნქცია იმისთვის, რომ ყოფილიყო თავშეყრის სივრცე ბევრი თაობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, მაგრამ რაღაც მომენტში ამ ცენტრმა მიიღო მარტო ახალგაზრდული ცენტრის ფუნქცია კი არა, არამედ სათემო ცენტრის ფუნქცია, იმიტომ რომ იქ არა მხოლოდ ახალგაზრდები მოდიოდნენ, იქ მოდიოდნენ ქალებიც, კაცებიც, იქ მოდიოდნენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, ეკომიგრანტები, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანები, სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ასევე იყენებდნენ იმ სივრცეს. ანუ რო წარმოიდგინო მაგ პერიოდისთვის თეთრი წყაროში რო ჩამოსულიყავი და რამე საკონფერენციო სივრცე მოგეძებნა, ანუ ყველა მოგასწავლიდა ჩვენ სივრცესთან. და ეს სივრცე რა თქმა უნდა იყო უფასო ყველასთვის. ანუ ჩვენ გქონდა უზურპუქტის ხელშეკრულება გაფორმებული მუნიციპალიტეტთან, რაც ნიშნავს იმას, რომ 2 წლით უსასყიდლო სარგებლობაში გქონდა შენობა გადმოცემული და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გქონდა ამ შენობის გაქირავების ან გაიჯარავების უფლება და ეს გასაგებია, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ შენ მაშინ ეკონომიკურ საქმიანობას აწარმოებ, და მაშინ რატო არ იხდი თქვათ ქირას მუნიციპალიტეტში, ხო, ბიუჯეტში, თუმცა ერთი მხრივ გასაგებია რატომაც, მეორე მხრივ ცოტა მაინც კითხვის ნიშნები დგას აქ, იმიტომ რომ საზღვარგარეთ არის სხვა პრაქტიკები, როდესაც მუნიციპალიტეტი ეხმარება ჩვენაირ ტიპის ორგანიზაციებს შენობითაც და პლუს იმისთვისაც, რომ მათ ეკონომიკური საქმიანობა აწარმოონ იქ, მაგრამ ჩვენ დღეს სხვა რეალობაში ვართ და ამ სივრცეს უთმობდით ყველას უანგაროდ, უფასოდ. აქ ტარდებოდა ძალიან ბევრი შეხვედრები, ფილმის ჩვენებები, ტრენინგები, სხვადასხვა თემებზე, ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, ჯანმრთელობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, CV-ს წერა, რეზიუმის წერა, კარიერის დაგეგმვის კონსულტანტი ყავდა ბოლოს განსაკუთრებით, რომელიც ეხმარებოდა სამუშაოს მოძიებაში ადამიანებს. ანუ
ძალიან ბევრი პროექტი და ძალიან ბევრი აქტივობა იგეგმებოდა ამ შენობაში და ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ძალიან კარგი გამოცდილება ჰქონდა თანამშრომლობის ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი იყო მაქსიმალურად ჩართული ყველა იმ პროექტსა თუ აქტივობაში, რასაც ჩვენ ვახორციელებდით. ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი და ჩვენება იმის, როგორ შეუძლია ადგილობრივ ხელისუფლებას და სამოქალაქო სექტორს, რასაც ჩვენ ვეძახით სათემო ორგანიზაციას, ხო, ან ჩვენ ორგანიზაციას ეთანამშრომლად იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ემუშავათ. და ეს პროცესი იყო იმდენად კარგად აწყობილი და დალაგებული, თუმცა რა თქმა უნდა, ეხლა თავისი გამოწვევები მაშინაც იყო. ბევრი მსჯელობები მიდიოდა კონკრეტულ პროექტებთან, კონკრეტულ აქტივობებთან მიმართებაში. ძალიან ბევრი მიმოწერა ჰქონდა ხოლმე ჩვენ ორგანიზაციას და მუნიციპალიტეტს. ძალიან ბევრი შეხვედრები, როგორც ჩვენ სივრცეში, ასევე მუნიციპალიტეტის სივრცეში და რაღაცნაირად ვცდილობდით, რომ ერთად გვემსჯელა, ერთად გვემუშავა იმ საკითხებზე, რა საჭიროებებიც აქვს ადგილობრივ თემს. ვატარებდით სისხლის დონაციის აქციას, ყავდა თვალის კლინიკა, რომელმაც უფასო გამოკვლევები გაუკეთა ხანდაზმულებს. ყავდა ექიმები, ანუ სოფლებიდან, რომლებიც გადიოდნენ ჩვენთან ტრენინგებს, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო უტარებდა, ხო, ამ ტრენინგებს და რო წარმოიდგინო, ეს სივრცე მთლიანად იყო აწყობილი იმისთვის, რომ ადგილობრივი თემის საჭიროებებზე მორგებული რა და იმისთვის, რომ ემუშავა, რომ მაქსიმალურად ადამიანებს შეძლებოდათ იქ მიეღოთ ინფორმაცია თავისი პროფესიების ირგვლივ ან გარკვეული სერვისები. მიეღოთ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იყო უფასო. ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ ასევე ჩვენი რეკომენდაციით გაიარა სტაჟირება მუნიციპალიტეტში. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ასევე ჩაერთო სხვა პროექტებში. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ამ პერიოდის განმავლობაში გაცდა თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტს, გაცდა თავის სოფელს და იმყოფებოდა სხვა რეგიონში, იგივე ექსკურსიაზე, იგივე სხვა პროექტებში ჩაერთო. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ახალგაზრდული ისეთი პროექტები ჰქონდა, სადაც უშუალოდ ახალგაზრდები ახორციელებდნენ საკუთარ ინიციატივებს და ჩვენ ასევე ვიყავით მხარდამჭერები ადგილობრივი მცირე ბიზნესებისთვის, იმიტომ რომ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ დავხმარებოდით მათ ამ პროექტის შეედგინათ ან რამე რაღაცა მცირე საგრანტო კომპონენტში მიიღოთ მონაწილეობა. და ის რაც ჩვენ მოვახერხეთ ამ 6 წლის განმავლობაში იყო საბოლოო ჯამში ჩემთვის რო შევაფასო იყო იმ პერიოდისთვის ერთის მხრივ შეუძლებელი და ძალიან საპასუხისმგებლო და მეორეს მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი თეთრი წყაროსთვის. ანუ თეთრი წყაროს მარტო ქალაქისთვის კი არა, მთელი მუნიციპალიტეტისთვის. სადაც რამდენიმე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. კი, როგორც სომხები, ასევე აზერბაიჯანელები, ასევე ბერძნები, რუსები, სხვადასხვა როგორც სოფლებში, ასევე უშუალოდ ქალაქში და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ორგანიზაციას უკვე ნდობა ჰქონდა მოპოვებული არა მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, არამედ მთავარი, რაც არის ადგილობრივი მოსახლეობისგან და მოსახლეობა იყო მზად, რომ მიეღო კონკრეტული ინფორმაციები ცოდნა და მიეღო მონაწილეობა მსგავსი ტიპის აქტივობებში, ხო? და იცი რა არის საბოლოო ჯამში ზოგადად საქმეს როცა აკეთებ, ძალიან ბევრი გამოწვევა გვხდება გზად. ჩვენ ყოველთვის ჰქონდა ერთმანეთთან გუნდში მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ უნდა განვითარდეს პროცესები, რა უნდა გავაკეთოთ უფრო მეტად, რა უნდა გავაკეთოთ უფრო სწორედ, როგორ ტიპის პროექტები უნდა შევიმუშაოთ, როგორ უნდა გავაგრძელოთ და ასე შემდეგ და სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის გვიწევდა ფიქრი იმაზე, რომ აი 2 წლის შემდეგ, როდესაც კონტრაქტს უადა ამოეწურება, ხო?
ისევ გვიწევდა მუნიციპალიტეტთან ამაზე დისკუსია. და დარწმუნება რომ დარწმუნებაც არა, უფრო ჩვენ ხა წარმოადგენდით ანგარიშს 2 წლიან საქმიანობის და მე უკვე მუნიციპალიტეტი ისევ გადმოგცემდა, მაგრამ აი ეს დისკომფორტი ყოველთვის იყო, რომ ეს არ არის ჩვენი და ჩვენ გვიწევს ისე მტკიცება, დარწმუნება არა, უფრო მტკიცება იმის, რომ აი კარგ საქმეს ვაკეთებ და მოდი ისევ გავაგრძელოთ. და ეს კანონი, რა თქმა უნდა, ეს უზუფრუქტის კანონიც მოქმედებდა ხო ჩვენზე. გარდა ამისა, იყო სხვა ტიპის პრობლემებიც ახლა იგივე მუნიციპალიტეტთან მიმართებაში, თუმცა ამას არ ქონდა იმხელა მნიშვნელობა ჩვენთვის, რომ რამენაირად დიდი გავლენა მოეხდინა ჩვენი ორგანიზაციის ან გაჩერებაზე, ან გაუქმებაზე, რამაც უკვე რამაც გამოიწვია ის, რომ ჩვენ მუშაობდით, ხო? მუშაობდით და სამუშაო პროცესია, რაღაცა შეგეშლება, რაღაცა სწორედ გააკეთებ, რაღაცას ისე გააკეთებ, მაგრამ ეს სამუშაო პროცესი და ჯანსაღი ურთიერთობები იყო. როგორც კი უკვე დაიწყო ეგრეთ წოდებული აგენტების კანონის მიღება, რომელიც მერე გადაკეთდა უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარად და გამჭვირვალობის კანონად, ხო? როგორც კი ამ კანონებზე დაიწყო მსჯელობა, ჩვენ თავზე უფრო მეტად ვიგრძენით ის ზეწოლა, რაც მოდიოდა ადგილობრივი ხელისუფლებისგან და რაც შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რამე კანონი წამოიწევდა წინ და დაიწყებდა ჩვენ შეზღუდვას. ყველაზე საწყენი ამ პროცესში არის ის, რომ ადამიანებს მაშინ მართლა გულწრფელად სჯეროდათ, რომ ჩვენ არ ვავსებთ დეკლარაციებს და მართლა გულწრფელად სჯეროდათ, რომ თურმე ჩვენ ისეთ პროექტებს ვახორციელებთ, რომლის შესახებაც არ აქვს მუნიციპალიტეტს ინფორმაცია და ეს ხდებოდა მუნიციპალიტეტის რამოდენიმე წარმომადგენლის მხრიდან. ეს არ ხდებოდა ჩვეულებრივი ადამიანების და მოქალაქეების მხრიდან. მე ვგულისხმობ, აქ ეს ხდებოდა საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანების მხრიდან, რომლებსაც მართლა ეგონათ, რომ ჩვენ არ ვავსებთ დეკლარაციებს და ბოლოს განსაკუთრებით მე მახსოვს ესეთი მესიჯები, რომ შეავსებთ იმ დეკლარაციებს და დარეგისტრირდებით და რა პრობლემაა, ხო? დარეგისტრირდით და ყველაფერი კარგად იქნება, თქვენც კარგად იქნებით, ჩვენც კარგად ვიქნებით და ესეთი ტიპის მესიჯები მათ შორის შეხვედრებზე იყო და 6 წლის განმავლობაში პირველად ჩვენ მოგვივიდა წერილი მუნიციპალიტეტისგან, რომ ჩვენ უნდა მოგვეხდინა შენობის მიღება ჩაბარება არაუგვიანე 3 ოქტომბრისა, იმიტომ რომ 26 სექტემბერს გასდიოდა ვადა უზუფრუქტის ხელშეკრულებას და ზუსტად ამ წერილმა ის კი არა რომ მიმახვედრა, არამედ მაგ წერილს მიღების დროს სრულიად გავიაზრე რა მოხდებოდა მომდევნო წლებში თეთრწყაროში, იმიტომ რომ ჩვენ მოგვიწევდა საქმიანობის გაჩერება. პირველად, როდესაც დაიწყო საუბარი აგენტების კანონის მიღებაზე, მე მაშინ საჯაროდ არაერთხელ განვაცხადე, რომ არ ვაპირებდი რეგისტრაციას, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან პრინციპული იყო, რომ ყველამ უნდა გაიაზროს აბსოლუტურად თეთრწყაროშიც და საქართველოს ნებისმიერ რეგიონშიც, რომ ჩვენ ადამიანები, რომლებიც ვცდილობთ თემისთვის რაიმე სასიკეთო ცვლილებას, ჩვენ არ ვაკეთებთ ამას ვინმეს დავალებით, ან არ ვაკეთებთ ამას, იმიტომ რომ ვინმეს მხარეს წარმოვადგეთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ვართ ადგილობრივი თემის წარმომადგენლები, ცოტა მეტი რესურსი და ცოდნა გვაქვს იმის თუ როგორ ვაკეთოთ საქმე. ვართ ადამიანები, რომლებიც ვეძებთ მუდმივად სიახლეებს და ცოდნას იმისთვის, რომ ისევ ჩვენ თემში მცხოვრებ ადამიანებს დავეხმაროთ. და მე ვერასდროს ვერ დავირქმევდი საკუთარ თავზე აგენტს ჩემივე ხელით.
ეს იყო ჩემთვის ძალიან პრინციპული. ეს არ ეხება დეკლარაციებს, ან ეს არ ეხება იმას, რომ მე რამენაირად ანუ მინდა დავმალო რამე. ეს არის სრული სისულელე. იმიტომ რომ ჩვენი პროექტების შესახებ ყოველთვის ქონდა ინფორმაცია ადგილობრივ ხელისუფლებას. ჩემთვის ეს პრინციპულობა, რომ აგენტი არ დამერქვა ჩემივე ხელით საკუთარი თავისთვის, მართლა ისეთი გათვითცნობიერებული იყო, რომ ხვდებოდი, რომ შეიძლება ამ პრინციპს რეალურად დავეღუპე და დაეღუპა ის ყველაფერი, რაც ამდენი წელი ვაშენე მეგობრებთან ერთად. და ყველაზე სევდიანი ამ პროცესში, როდესაც გარკვეულ საქმეში, სფეროში, აი პიკს აღწევ და უკვე იტყვი, რომ აი ყველაფერი შევძელი. ამ 6 წლის განმავლობაში ამ შენობას სრულიად მთლიანად ჩაუტარდა რესტავრაცია, რემონტი, პროგრამები იყო აწყობილი, დონორები გვიცნობდნენ, ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან ქონდა ნდობა. ანუ ამ ყველაფერს უკვე უნდა ემუშავა უფრო მეტად და უფრო მეტი სიკეთისთვის, მაგრამ მე ხვდებოდი, რომ ამ პრინციპის გამო რეალურად ეს ყველაფერი შეიძლებოდა, რომ დანგრევის პირას ყოფილიყო რა. და ამის უფლება უბრალოდ ის რაც კანონმდებლობის ჩარჩოს ფარგლებში მიეცა ჩვენ მუნიციპალიტეტს, ეს არის ყველაზე სევდიანი ჩემთვის. იმიტომ რომ მე ხვდებოდნენ და მე მეუნებოდნენ, რომ მე უნდა გამეარა რეგისტრაცია. მხოლოდ იმის გამო, რომ სტატისტიკური მონაცემები აწეულიყო რეგისტრირებული ორგანიზაციების. მე ვიცი რამოდენიმე ორგანიზაცია რეგიონებში, სხვა რეგიონებში, რომლებსაც ასევე ქონდათ საუბრები, ანუ მუნიციპალიტეტების მხრიდან, რომ უნდა დარეგისტრირებულიყვნენ. სამწუხარო რეალობა არის ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღემდე ვერ იაზრებს ჩვენ ქვეყანაში რა ხდება და საერთოდ რატო ხდება ეს ყველაფერი, ხო? რატო გამოიწვია ამხელა პროტესტი ამ კანონებმა? იგივე მე ამ კანონს მოყვა, ფარას კანონი მოყვა, გრანტების კანონი, ხო? და 2024 წლის ბოლოს, როდესაც მე ორგანიზაციის საქმიანობა გავაჩერე მთლიანად და მთელი ჩემი გუნდის დაშლა მომიწია და მთელი იმ საქმის დაშლა მომიწია, რასაც ამდენი წელი ვაწყობდი, რამოდენიმე კვირის წინ მე მომივიდა წერილი ანტიკორუფციული სააგენტოდან, რომელიც მთხოვდა ორგანიზაციების საბუთების წარდგენას 2025 წლის 16 აპრილიდან. როდესაც უკვე ორგანიზაცია არ მუშაობს და გაჩერებულია. ანუ მთელი სევდა ამაში მდგომარეობს რა, რომ ანუ ამ პროცესების გავლა გვიწევს და უწევთ ამ პროცესების გავლა ჩემ მეგობრებსაც, რომლებიც რეალურად კარგი საქმის მაკეთებლები არიან რეგიონებში და ეს დამატებითია, ეს ჭიდაობა, რომელიც მიდის ჩვენ წინააღმდეგ აგორებული ეს კამპანიები და ეს კანონმდებლობები, ხო? ეს ჩვენ ზღუდავს ჩვენ საქმიანობას და საერთოდ აქრობს ესეთ ადამიანებს, ხო? და ეგ არის ყველაზე სევდიანი ამ პროცესში. მე ძალიან რთულია მოყვე ის ყველაფერი, რაც მე გამოვიარე ამ წლების განმავლობაში. ძალიან რთულია მოყვე იმ გამოცდილების შესახებ, რაც მე მივიღე, როგორც ადგილობრივ თემთან ურთიერთობაში, როგორც მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. ამას ესე ჩვენ იმაში, რა ქვია, ვერ ჩავწერთ პოდკასტში, მაგრამ მთავარი მესიჯი არის ის, რომ როგორი მრავალფეროვანიც არის ეს პროცესი და ეს საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, იმდენად სევდიანია ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში საით წაიყვანს ეს პროცესი ჩვენ ქვეყანას, ეგ არავინ არ ვიცით. კი, რაღაც ვერსიები არსებობს, კი, რაღაცა განცდები არის, მაგრამ ეს არის სევდიანი საბოლოო ჯამში, როდესაც წლებით ნაშენებს, წლებით გაკეთებულს, ხო? უბრალოდ სხვა ფაქტის წინაშე რო აყენებ ადამიანს, საკუთარივე ხელით აშლევინებ რა. ანუ როგორც ვაშენებდი, ისე დავიწყე მისი დაშლა. თუმცა
თუმცა ძალიან ისეთი კარგი ამბავი მაქვს სხვათა შორის, ჯერ ბევრისთვის არ მithქვია და შემიძლია თამამად გაგიზიარო ექსკლუზიურად, რომ ყველაფრის მიუხედავად მე და ჩემი რამოდენიმე მეგობარი არ გავჩერდით. ჩვენ რამოდენიმე პროექტი და აქტივობა გავაგრძელეთ და ჩვენ ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ ვფიქრობთ, როგორ გავაგრძელოთ მუშაობა და უკვე გვაქვს ახალი სივრცე. იქნებ ყველაფერი გამოიტანეთ დაცალებით. მუნიციპალური სივრციდან ყველაფერი გამოვიტანეთ, მაგრამ გვაქვს ახალი სივრცე გაკეთებული. ეს იქნება საოფისე სივრცე, არ არის იმხელა, რამხელაც იყო, რა თქმა უნდა, და ვერც იქნება მაგხელა. მაგრამ ეს მოგცემს საშუალებას მინიმუმ რომ ჩვენ არ გავჩერდეთ და ვიფიქროთ იმაზე თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ თემისთვის. და ყველაზე მნიშვნელოვანი არის კიდევ ის, რომ ჩვენ შევქმნით სოციალური საწარმო ორბის ბუდე და ვცდილობთ ამ ორბის ბუდის განვითარებას და მის ირგვლივ კონკრეტული აქტივობების განხორციელებას, იმიტომ რომ ეს ორბის ბუდე არის სივრცე, რომელიც მდებარეობს სოფელ სამშვილდეში, ეთნიკურად სომხურ თემში და ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს და ქალებს განვითარებაში, ეკონომიკურად მათ დასაქმებაში და ეს არის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი და კვების ობიექტი, სადაც შეგვიძლია რომ მივიღოთ ჯგუფები, მოვატაროთ კანიონი, სხვათა შორის ის ხრამის ხეობა და ის ნაქალაქარი, სადაც მე ვმუშაობდი 4 წლის განმავლობაში რეინჯერად. და ძალიან კარგად ვიცი ეგ ხეობა და ეგ ადგილები და ჩვენ ამ პროცესებში არ ვჩერდებით. ამ турბულენტურ ზონაში, რასაც ჩემი მუნიციპალიტეტი ქვია თეთრი წყარო და ამ გარემოში და პერიოდში, რაშიც ჩვენ დღეს როგორც ქვეყანა ვიმყოფებით, მთავარია რომ არ გაჩერდე. მთავარია რომ იმოძრავო. რა თქმა უნდა, იმ მასშტაბით და იმ მოტივით და იმ დისციპლინით შეიძლება ვერ გააგრძელო, რასაც აქამდე აკეთებდი, მაგრამ არ უნდა გაჩერდე. არავინ არ უნდა გაჩერდეს და არავინ არ უნდა გაჩუმდეს, იმიტომ რომ როდესაც ხვდები უსამართლობას, ამაზე უნდა ისაუბრო. და როდესაც იცი რომ დღემდე გაქვს რაღაც ძალა რომ გააგრძელო საქმე, თუნდაც ცოტა დოზით მაინც, ეს არ უნდა შეწყვიტო, იმიტომ რომ ეს აუცილებელია, რომ რაღაც თანმიმდევრობა ამ პროცესს გქონდეს. ეს არის ძალიან მოკლედ, რაც მინდოდა შენთვის გამეზიარებინა, იმიტომ რომ რეალურად ამ დროში მართლა ვერ ჩატევი ყველაფერს. კი, ვერ ჩატევ, მაგრამ ეხლა ჩაგეკითხებ, მოკლედ ორბის ბუდე, რომელიც რომელ წელს გაკეთდა? ორბის ბუდის აწყობა დავიწყეთ 2021 წელს. დღემდე აგრძელებს, ხო? ეს ქალები, ადგილობრივი ქალები აქ რას სთავაზობენ ამ ჯგუფებს? ადგილობრივი ქალები მუშაობენ სამზარეულოში, 3 სამზარეულოში და 2 მყავს მცხობელად. ლავაშის წყობის მასტერკლასები გვაქვს სომხური ლავაშის. ეს არის სივრცე? სივრცე არის მოწყობილი ინფრასტრუქტურით, მოწყობილი სამზარეულოთი, მოწყობილი საინფორმაციო კუთხით და პლუს ეზოში არის თონე, არის სველი წერტილები, არის საბანაკე სივრცე, თუ ვინმე სალაშქროთა მოადა შეუძლია დაბანაკდეს იქ. და ეს ქალები იქ მუშაობენ. ასევე ყავს გადამზადებული რამოდენიმე ადგილობრივი ბიჭი ახალგაზრდა გიდებათ და გამყოლებათ, რომ თუ ჯგუფს რომელმაც არ იცის, თქვათ, გზა, როგორ უნდა წავიდეს სალაშქროთ და როგორ უნდა დაათვალიეროს ნაქალაქარი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია გავაყოლოთ, გამყოლათ ადგილობრივი მაცხოვრებელი და ვთავაზობთ ესეთი ტიპის ტურისტულ სერვისებს. და რატომ სოციალური საწარმოა ეს კონცეფცია? კონცეფციის არსი არის ის, რომ სოციალური საწარმოები თვითონ როგორც მეთოდი არის ძალიან საინტერესო. ეს არ არის არც რამე კონკრეტული ბიზნესი, არც კონკრეტულად რამე ორგანიზაცია. არა, ეს არის ერთად და ეს შეიქმნა იდეაში იმისთვის, რომ როდესაც დაიწყებდა მუშაობას როგორც ბიზნესი, მერე დაეხმარებოდა ახალგაზრდულ ცენტრს ეკონომიკურ მდგრადობაში.
ერთი იყო ეგ და მეორე იყო ის, რომ ადგილობრივი თემის განვითარებაზე ემუშავა, რომ ადგილზე შეექმნა ეკონომიკური სარგებელი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომლებიც წლები ვერ საქმდებიან განსაკუთრებულად ქალები. და ანუ ამ კონცეფციის ირგვლივ გაერთიანდა როგორც სოციალური მეწარმეობა. და არ არის რამე კონკრეტული ბიზნესი. ანუ რაღაც სოციალურ პრობლემებს უნდა პასუხობდეს ეს სერვისები რა. რასაც ჩვენ იქ გვქვნით ადგილზე. კი, და ძალიან საინტერესოა, რომ რაღაცნაირად თუ თეთრი წყაროს ახალგაზრდული ცენტრი, თქვათ, კარგ ვითარებაში გააგრძელებდა საქმიანობას, ეს სოციალური საწარმო, რომელიც მეტნაკლებად შემოსავლის მომტანიც იქნებოდა, რაღაცნაირად ეს მოგება მე ამ თუნდაც ახალგაზრდულ პროგრამებს მოხმარდებოდა და ამ კონცეფციაში. იდეა იყო ეგ, კი. ხო, რატო ორბის ბუდე სახელი? იმიტომ რომ სამშვილდეში, ხრამის ხეობაში ჩვენ ყავს ორბები, რომლებიც იქ ბუდობენ და სახელი, სანამ იდეა და ეს კონცეფცია ჩამომიყალიბდებოდა თავში, სახელი იყო პირველი, რაც თავისით მოვიდა. ორბის ბუდე, იმიტომ რომ რეალურად ორბები გონიათ არწივები, ანუ მოსახლეობაში დღემდე არ არის ის ცოდნა, რომ ეს ჩიტი არის ორბი და არის ლეშიჭამია და არა არწივი, როგორც ზოგადად გონია ხალხს. და ერთი რომ ამ ორბის სახელის პოპულარიზაციის მიზნით, ამ ჩიტების პოპულარიზაციის მიზნით და მეორე რომ ბუდე მაინც რაღაცა სახლთან, სიმყუდროვესთან, რაღაც ამ დაცულობასთან ასოცირდება და სახელი თავისით მოვიდა. ანუ და იქ რო დადიხარ ნაქალაქარის ტერიტორიაზე სამშვილდეში და რო იყურები ხრამის ხეობაში და ამ კანიონში ნახულობ და აკვირდები ამ ორბებს როგორ დაფრინავენ, როგორ ბუდობენ და ეს ძალიან საინტერესოა დაკვირვებისთვის რა ზოგადად და ხო ეს ჩიტები არიან ის ჩიტები რომლებიც გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ლეშჭამიები არიან და სანიტარები არიან გარემოსი. და ეს იდეა მაგიტომ გადავედით შენს კიდევ ერთ საქმიანობაზე და გამოცდილებაზე. იყავი რეინჯერი ალბეთის ეროვნულ პარკში. ალბათ საოცრად საინტერესო იქნებოდა ეს გამოცდილება, აი რატო გადაწყვიტე და რა მოგცა ამ პერიოდმა შენ როგორც ლუსოს პიროვნებას და სამყაროს რაღაცა გაკეთილშობილებისთვის მებრძოლ და მშრომელ ადამიანს. ხო, ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი ჩემ ცხოვრებაში. 2018 წელს დავიწყე მუშაობა რეინჯერად. 4 წელი ვიმუშაوي. საკმაოდ შრომატევადი და ახალგაზრდული ცენტრი გქონდა. კი, პარალელურად. და საკმაოდ შრომატევადი და საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე იყო და არის ზოგადად და მე ყველა რეინჯერი მიყვარს საქართველოშიც და მსოფლიოშიც ვინც მუშაობს, იმიტომ რომ ფორმას როდესაც იცმევ გარემოს დამცველის და რეინჯერის, მაშინ ხვდები რეალურად რამხელა პასუხისმგებლობა გაქვს მთელ ბუნებასთან და მთელ სოფლიოსთან. ეს არ არის მარტივი საქმე და მე 2012 წელს სხვათა შორის გაზეთში წავიკითხე სალომე იდოიძის შესახებ. ხო, პირველი ქალი რეინჯერი საქართველოში დაცულ ტერიტორიებზე, თუშეთიდან და სალომე იყო ჩემთვის, ესე ვთქვათ, ინსპირაციის წყარო. რომ მე გავიფიქრე მაშინ, რომ რა მაგარი იქნება მეც რო რეინჯერი გამოვიდე თქო და გავხდე და ნუ რაღაცა ისე აეწყო, რომ თავის დაუნებურად 2018 წელს უკვე დავიწყე მუშაობა რეინჯერად ალგეთის ეროვნულ პარკში. სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლის რეინჯერი. 184 ჰექტარი მქონდა დასაცავი, ჩემი სარეინჯერო იყო. ყველაზე პატარა სარეინჯერო მე მქონდა, მაგრამ ყველაზე განსაკუთრებული შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ იყო როგორც ხრამის, ასევე მდინარე ჭივჭავის ხეობა, ანუ ორი კანიონის შესართავი და ძალიან სპეციფიკური ადგილია, სხვათა შორის, ვინც არ იცის და არ არის ნამყოფი, ყველას ურჩევ იქ ჩამოსვლას, როგორც გარემოს დამცველებს და მკვლევარებს, ასევე ვიზიტორებს და საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს. ყველას, იმიტომ რომ იქ არის სხვა ენერგია და იქ არის სხვა სიძლიერე ამ ხეობაში. და ამ პროფესიამ მომცა შესაძლებლობა, რომ
მე გამეცნო არა მხოლოდ ჩვენი დაცული ტერიტორიები, რაც საქართველოში გვაქვს, არამედ ზოგადად მთელ მსოფლიოში არსებული დაცული ტერიტორიები. იმიტომ რომ ჩვენ გქონდა სასწავლო ვიზიტი შვეიცარიაში, მაშინ როდესაც მე მუშაობდი, მე მომიწია წასვლა 2019 წელს მე ვიყავი მსოფლიო რეინჯერთა კონგრესზე ნეპალში. ერთადერთი ვიყავი წასული საქართველოდან და სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოს დროშა ჩემ გამოეკიდა იქ და ეგ არის ჩემთვის ყველაზე, რა ვიცი, აი შთამბეჭდავი ჩემ ცხოვრებაში, რასაც კი ოდესმე მივაღწიე, რომ ჩვენი დროშა ძალიან მიყვარს და ყოველთვის რა ვიცი, აი სიამაყით უყურებ ხოლმე სადმე თუ არის ჩემს გამო ჩვენი დროშა და მოკლედ რაღაც ეს ხო წარმოჩენა შენი სამშობლოსი და ეგ მომენტი ძალიან ესე მახსოვს მკვეთრად და მაშინ გავიცანი სხვათა შორის მან 60-ზე მეტი ქვეყანა იყო წარმოდგენილი და მაშინ გავიცანი იქ სხვადასხვა ეროვნული პარკები მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მაშინ პირველად საქართველოში ჩამოყალიბდა საქართველოს რეინჯერთა ასოციაცია, ესეთი ორგანიზაცია და ჩვენ მოვახერხეთ, რომ კონგრესზე გამოაცხადეს, რომ საქართველოს რეინჯერთა ასოციაცია, როგორც ორგანიზაცია, გახდა ევროპის და მსოფლიო რეინჯერთა ფედერაციის წევრი ორგანიზაცია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მომუშავე რეინჯერებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ მონაწილეობა სასწავლო ვიზიტებში საზღვარგარეთ და სხვადასხვა ეროვნულ პარკებში და მიიღონ მონაწილეობა მათ დაგეგმილ პროექტებში და პროგრამებში იმისთვის, რომ გაიზიარონ ეს ცოდნა. და ესაც იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა. სამწუხაროდ დღეს რეინჯერთა ასოციაცია ძალიან დიდ პროექტებს ვერ ახორციელებს, თუმცა პატარ-პატარა პროექტები აქვს ხოლმე დაცული ტერიტორიებისთვის და ესაც ძალიან მახარებს. უბრალოდ იმ კანონმდებლობის ფარგლებში, რაც დღეს ჩვენ გვაქვს და იმ მცირე რესურსის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შესახებ მსოფლიოს დონეზე ინფორმაცია არ აქვთ. და გამოცდილებას რაც შეეხება, რეალურად მაშინ მივხვდი მე ამ 4 წლის განმავლობაში, როცა მუშაობდი, როგორი მნიშვნელოვანია ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები მოსახლეობისთვის. როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე თემის წარმომადგენლებისთვის, იმისთვის, რომ გაიაზრონ ზოგადად დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა და გაიაზრონ რეალურად რატო უნდა დაეხმარონ ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ეროვნულ პარკთან ახლოს, რეინჯერებს, რომ ეს ბუნება იყოს შენარჩუნებული. როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე სხვა მნიშვნელობის თვალსაზრისით, რასაც ვქვია, რომ შევუნარჩუნოთ ბუნება მომავალთაობას და მსოფლიოს, ხო? იმიტომ რომ ბუნება ისეთი რაღაცაა, რომ იმდენად კავშირშია ერთმანეთთან. და ზოგადად ადამიანებიც იმდენად კავშირში ვართ ერთმანეთთან, რომ თუ ერთმანეთი არ დავიცავით და ბუნება არ დავიცავით, ანუ სხვანაირად მსოფლიოს ვერ გადავარჩენთ რა და ეს იყო ეს 4 წელი ჩემთვის ჩემი განვლილი ამ 31 წლის ცხოვრების მანძილიდან იყო ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე ემოციური, ყველაზე მგრძნობიარე და ყველაზე ისეთი, აი დამამახსოვრებელი, მათ შორის მახსენდება ის მომენტები, როდესაც მიწევდა ბრაკონიერების დაჭერა, მათ შორის მახსენდება ის მომენტები, როდესაც დავდიოდი შემოვლებზე, ჯგუფურ შემოვლებზე, ვიყავი რამოდენიმეჯერ ღამის თევაზე, ჩემ მეგობრებთან, ანუ რეინჯერებთან, კოლეგებთან ერთად, როგორ ვაკეთებდი ბანაკებს და ხვდებოდი სკოლის მოსწავლეებს, ანუ ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება და ადმინისტრაცია, რომელიც მაშინ იყო ალგეთის ეროვნულ პარკში, მათი მხარდაჭერა, რომ აი თუნდაც ის რაც არ ვიცოდი, მე ხო არ მქონდა ძალიან დიდი თეორიული ცოდნა, პროცესში თან რაღაცებს ვსწავლობდი და ადმინისტრაცია და ჩემი კოლეგები ყოველთვის ხარში მედგნენ და ეს გუნდურობა და ეს მხარდაჭერა იყო მნიშვნელოვანი. ეს იყო ძალიან კარგი გამოცდილება ჩემთვის, ძალიან კარგი გამოცდილება. და მე ვფიქრობ, რომ მომავალში მე თუ რამე მიმართულებაზე დავფიქრდები ცალსახად,
რომ აი ამას უნდა გავყვე და ეს არის ჩემი ცხოვრების მისია და მიზანი, ეს აუცილებლად იქნება რეინჯერების მხარდაჭერა. ეს აუცილებლად იქნება ეროვნული პარკების განვითარება და ეს აუცილებლად იქნება გარემოს დაცვითი საკითხები. რა მიზნითაც მაგალითად ჩამოხვედი თან პოდკასტისთვის და თან ბავშვებთან შესახვედრად, საინფორმაციო შეხვედრისთვის და ხვალ ძალიან კაი დღე გვექნება. შენ ხუთზე მინდა და წარწერაზე რა თქმა. კი. ალბათ ხო, ნამდვილად ის ადამიანი ხარ. ვინც იზიარებს, რომ ეს ქვეყანა არის შენი და ვინც იზიარებს პასუხისმგებლობას, რომ ხარ მოქალაქე, რომ ხარ ადამიანი, მოდი ასე ვთქვათ. და ძალიან მიხარია ხა რომ საუბრობდი, აი იცი რა, როცა ორგანული ადამიანი და ძალიან ესეთი სიღრმისეულად არის ჩართული პროცესში, ყველა იმ პროცესში, რაშიც ის იღებს მონაწილეობას, ცხოვრება ჯერ ერთი აუცილებლად საინტერესო თვითონ ამ ადამიანისთვის და შენ გეტყობა როგორი ვნებით გამოსცადე ეს ყველაფერი და ახლაც როგორი კავშირი გაქვს იმასთან რაც უკვე იყო. და მე კიდე ანუ ეგეთი ადამიანი ყოველთვის უფრო შთამაგონებელი ხდება სხვისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან ავთენტურია რა შენთვის და ძალიან ორგანული არის. ხო და გისურვებ რომ შენი შემდგომი ამბებიც რასაც ცხოვრებაში თავს დაიტეხავ, მიუხედავად იმისა, ეხლა რაშიც ვართ და რა გამოწვევებშიც ვართ, ყველა ვინც ვიაზრებთ, სადაც ვართ და რაშიც ვართ, მინდა რომ ბევრი საინტერესო ამბავი გქონდეს ცხოვრებაში და ზუსტად ვიცი რომ ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ ვითარებაში მაინც ის ტიპი იქნები, ვინც ვინმე მეორესთვის გააკეთებს კარგს და დაეხმარება განვითარებაში. ხო და მიხარი ხარ რა, ანუ მაგარი ქართველი ხარ. უსინე დოსტიბეგიანი. კი. ძალიან საყვარელი ხარ, აი ძალიან. მადლობა დიდი, მადლობა. მოკლედ, დაგემშვიდობებით. მე ვერაფერს ვეღარ დავამატებ. ლუსინემ არაჩვეულებრივად წარადგინა საკუთარი თავი. ის სხვათა შორის ფიქრობდი, რომ მეთქი აი ძალიან ძნელია რა, როგორ უნდა დასვაკითხავ, ეხლა მიდი აბა ადამიანმა წარმოაჩინოს თავი და აი სუპერ, ანუ როცა ადამიანს ასე აქვს ნაგრძნობი. ხო. თავისი ცხოვრება ყველაფერი თავისით და ლამაზად მიდის. აბა ჰე, კიდევ ბევრ საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ, იმიტომ რომ ეს ქვეყანა სავსეა ადამიანებით.